მოგესალმებით, ეს არის ღამის მთავარი, მე ეკა კვესიტაძე ვარ. ამ კვირაში ორი დიდი ქართველის დღეა, ილია ჭავჭავაძის და ქართკახეთის მეფის ერეკლე მეორის. ჩვენ რომ დემოკრატიული საზოგადოება ვიყოთ, საქართველოს ისტორიაში ამ ორ უმნიშვნელოვანეს ფიგურას დისკუსიების მთელი კვირეული უნდა ეძღვნებოდეს. მაგრამ დისკუსია იქაა, სადაც არ არის გაბატონებული სქემატური აზროვნება, კლიშეები, დოგმები, ტაბუდადებული თემები და სადაც კრიტიკული კითხვების დასმა, წარსულის გააზრება და ზოგადად აზროვნებაზე უარის ართქმა საზოგადოების განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. სადაც კითხვების დასმა დანაშაული არ არის და სადაც ისტორიკოსებს, მასწავლებლებს, ჟურნალისტებს ყოფნით გამბედაობა სხვადასხვა სივრცეში აკადემიური პოლიტიკური პოპულიზმისგან დაცლილი დისკუსიები აწარმოონ ისტორიაზე. ჩვენ შემთხვევაში კი ისტორია ხელშეუხებელი მითების გროვად იქცა ისტორიული პერსონაჟების სქემატურ სახეებად, სადაც ის სახელისუფლებო ბნელი ძალების ხელში პროპაგანდისთვის გამოიყენება. ყველა ავტორიტარიზმისგან მიდრეკილი ხელისუფლება ლეგიტიმაციას ისტორიაში ეცებს. ის ისტორიისგან გარკვეულ მონაკვეთს იღებს და თავის სასარგებლოს მის ინტერპრეტაციას აკეთებს. ასეა დღეს ერეკლე მეორე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის. ერეკლე მეორის გადაწყვეტილებების კონტექსტიდან ამოგლეჯა. მე-18 საუკუნის ბოლოს არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტის სრულიად უგულებელყოფა. მისი წინააღმდეგობებით სავსე ფიგურისგან პრიმიტიული სქემატური სურათის შექმნა, ანუ მარტივად რო ვთქვათ ოცნების პროპაგანდის მიერ ერეკლეს პაპაიზაცია მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: ქართული ოცნების ღიად პრორუსული პოლიტიკის ისტორიით ლეგიტიმაციას და მის გამართლებას. პროპაგანდა გვეუბნება, ერეკლე მეორე ყველაზე მაგარი მეფეა, ყველაზე მაგარი მეფის მთავარი გადაწყვეტილება კი რუსეთის მფარველობაში საქართველოს შეყვანა. ივანიშვილი კი მისი გზის გამგრძელებელია. ამ პროპაგანდის უსახურობა და პრიმიტივიზმი ყველაზე კარგად თელავში გუშინ გამართულ ზეიმზე გამოჩნდა, რომელსაც ზუსტი შეფასება პოეტმა რატი ამაღლობელმა მისცა. კაცმა 500 ბრძოლაზე მეტი გადაიტანა და მაინც სუფრაზე დასვეს ქოცი მაჟორიტარივით. აბა ომი გინდათ? მოკლედ, ამ კვირაში დღესაც და ხუთშაბათსაც ჩემი სურვილია ვილაპარაკოთ უაღრესად მნიშვნელოვან თემაზე, პროპაგანდაში ისტორიის ინსტრუმენტალიზაციაზე. დღეს ისტორიაც, სამშობლოს ცნებაც, ეროვნულობაც, ერეკლეც, ილიაც, ვაჟაც და საერთოდ ყველა და ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის ძვირფასია, ივანიშვილის მიერ საქართველოს დასავლური კურსის წინააღმდეგ პროპაგანდისთვის გამოიყენება. ამას კი მხოლოდ დისკუსიებით თუ დავუპირისპირდებით და სწორედ ამ დისკუსიების დაწყებას ვაპირებ მომდევნო გადაცემაში და იმედია, რომ თქვენც ძალიან დაგაინტერესებთ ეს თემა. უკვე დაანონსებულ თემაზე გვეყოლება გიანოდია პოლიტოლოგი დავით პაიჭაძე, ამ შემთხვევაში როგორც პედაგოგი და ილიას ფაქტორზე ილაპარაკებს, იაგო კაჭკაჭიშვილი ანალიტიკოსი, პროფესორი და გიორგი ჭკადუა ისტორიის მკვლევარი, ის არის ახალგაზრდა ისტორიკოსი და ჩვენი მიზანი არის ასევე, რომ ახალგაზრდა ისტორიკოსები, ახალგაზრდა მკვლევარები და მოაზროვნე ადამიანები მოვიზიდოთ ამ დისკუსიებში და მას უფრო ფართო სახე მივცეთ. მაგრამ გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ შევეხებით იმ რეზოლუციას, რომელიც საგარეო საქმეთა კომიტეტმა ევროპარლამენტის დღეს მიიღო. რეზოლუციაზე არის საუბარი ბიძინა ივანიშვილზე, ნიკა გვარამიაზე და ზოგადად მედიის მფლობელებზე და ასევე რეზოლუციაში არის საუბარი მიხეილ სააკაშვილზე. ჩვენ მედიაზე ვილაპარაკებთ დავით დვალთან, რუსთავიორის ყოფილ მფლობელთან და დამფუძნებელთან, ხოლო რეზოლუციაზე საუბარს დავიწყებთ სალომე სამადაშვილთან, ისევე როგორც სერგი კაპანაძესთან. თუ სერგის არ ქონდა ინტერნეტის და კავშირის პრობლემა, მასაც აუცილებლად ჩავრთავთ. ისინი ორი ყოფილი დიპლომატია, ამიტომ შესაბამისად მათი შეფასება რეზოლუციის არის ძალიან საინტერესო და საუბარს ახლა სალომესთან დავიწყებთ. სალომე, მოგესალმები. დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენთან ერთად. სალომე, გვითხარი, რითი არის საინტერესო ეს რეზოლუცია, რას უნდა მივაქციოთ ამ რეზოლუციაში ყურადღება და რა არის საგანგაშო ქართული ოცნებისთვის? მადლობა, ეხლა ჩვენ რო გვესმოდეს ევროპარლამენტი, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი პოლიტიკური ორგანო ევროპარლამენტის, ადგენს იმ პოლიტიკურ ხაზს, იმ პოლიტიკურ შტრიხებს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან და ესე იყო წლების მანძილზე. ანუ რა უნდა გვესმოდეს ჩვენ, როდესაც ქართული ოცნება ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩალის ფასი აქვს, ან ევროპარლამენტის ანგარიშში ჩალის ფასი აქვს,
რომ სინამდვილეში ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანმა, ვინც სწავლობს ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობებს, იცის, რომ სწორედ ევროპარლამენტი ძალიან ხშირად პირველი იყო, რომელიც ხსნიდა იმ კარებს, რომელიც იყო დახურული საქართველოში. მაგალითად, ევროპარლამენტი იყო პირველი, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს უნდა მიიღოს ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიღწევა. ევროპარლამენტი იყო პირველი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენს ქვეყანას უნდა გაეხსნას გაწევრიანების პერსპექტივა. ამიტომ ევროპარლამენტის, სადაც სრული პოლიტიკური ესტაბლიშმენტია წარმოდგენილი ევროპის, მათი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ეს არ არის კანონი, ანუ აღსრულებას კი არ ექვემდებარება, მაგრამ პოლიტიკური სიგნალია შესაბამისად იმ გადაწყვეტილებების, რომელსაც მერე, როდესაც შეიკრიბებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურები, მაგის გარშემო იღებენ შესაბამისად გადაწყვეტილებებს. ეხლა რა თქვა ევროპარლამენტმა დღეს? ევროპარლამენტმა გითხრა, რომ თქვენს ქვეყანას აქვს სერიოზული პრობლემები. პირველი ეს პრობლემა ეს არის პოლიტიზირებული მასშტაბება და აქ მოყვანილი იყო კონკრეტული საქმეები. ხო, იმიტომ რომ რამდენი ხანია ჩვენ საუბარი გვაქვს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ ეს გაჟღერებული, მაგრამ დღეს სხვა დონეზე ავიდა, ასე ვთქვათ, ყველა ის განცხადებები, რაც უკავშირდება კონკრეტულ საქმეებს. მაგალითად, ხაზარაძე ჯაფარიძის პოლიტიკური დევნა პირდაპირ აღიარებული ევროპარლამენტის მიერ. ნიკა გვარამიას პატიმრობა პირდაპირ აღიარებული როგორც პოლიტიკური დევნა ევროპარლამენტის მიერ. სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნა, რომლის ინიციატორი ძალიან მნიშვნელოვანია, იყო სოციალისტური პარტია. ანუ ქართული ოცნების პარტნიორმა პარტიამ შეიტანა ჩასწორება, რომლითაც ითხოვს სააკაშვილის სამკურნალო გადაყვანას საზღვარგარეთ. და მრავალი სხვა პრობლემა და რაც თავარია, ის საკითხი, რომელზეც დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელი კვირებია ინტენსიურად მიდის მსჯელობა. ვინ არის ოლიგარქი, რომელიც ხარულად აკონტროლებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს და ამით შეუძლებელ ხდის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. და მათ შორის ქართული ოცნების პარტნიორ პარტია სოციალისტურ პარტიასაც კი მიაჩნია თურმე, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ეს ითქვა დღეს ევროპარლამენტის აი კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ დოკუმენტში. ხო, ანუ რაც კონსენსუსი რაც ნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ევროპარლამენტში შეთანხმდა იმ ტექსტზე, რა ტექსტს მას კომიტეტმა დაამტკიცა. ეხლა საგასახარებელი აქ არაფერი არ არის, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ის რაც დავინახეთ არის, რომ ესე თუ გაგრძელდა ჩვენ შანსი, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი ქართულმა ოცნებამ მორიგჯერზე შეიძლება ითქვას, რომ უკვე აგვართვა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ევროპარლამენტის პოლიტიკური ნება არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ნება შემდეგ აისახება უკვე ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, როდესაც ამისი დრო მოვა შესაბამის მსჯელობებს. სალომე, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილზე არის გაკეთებული გარკვეული დათქმა, რომ ეს არის კაცი, რომელსაც აქ ჭარბი გავლენა, მისი, ასე ვთქვათ, ლექსიკა რომ მოვიშველიოთ ამ ქვეყანაში და აუცილებელია, რომ ეს გავლენა შესუსტდეს. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილზე გაკეთდა აქცენტი და მუდმივად გაკეთდეს აქცენტი, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვხედავთ დღეს, ოლიგარქის წინააღმდეგ კანონი, რომელსაც ითხოვს 12 პუნქტი, შესაძლოა იყოს გამოყენებული, რასაკვირველია, არა ივანიშვილის, ივანიშვილზე საერთოდ არ ვლაპარაკობთ, გამოყენებული კონკრეტული ადამიანების მიმართ. აქ დასახელდა როგორც თქვენი პარტიის ლიდერების, ხაზარაძისა და ჯაფარიძის გვარები, თავის დროზე და პერიოდულად სახელდება, ასევე მუდმივად სახელდება კეზერაშვილის, დავით კეზერაშვილის გვარი, რომელიც ფლობს ამ ქვეყანაში ტელეკომპანია ფორმულას და სწორედ შესაძლოა თუ არა ამ კანონის გავლით მის წინააღმდეგ ახლა ისევ ჩაინიშნა, ვიცით, უკვე სასამართლო პროცესი და გაჩნდა აბსოლუტურად ესეთი მაღალი ალბათობა და ლეგიტიმური ეჭვი მასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა შეტევის ობიექტი გახდეს ფორმულა და ამისთვის გამოყენებული იქნას ეს კანონი. აი ამ შემთხვევაში როგორი თქვენ გაქვთ თუ არა ეს შიშები, ფიქრობთ თუ არა რომ შეიძლება ეს ასე მოხდეს და ამ შემთხვევაში როგორი იქნება ევროპარლამენტის და ზოგადად ევროკავშირის პოზიცია ამ თემაზე, რომ მათ მიერ მოთხოვნილი, კი ბატონო.
სამწუხაროდ გაითიშა და სრულად ვერ მოვისმინე თქვენი შეკითხვა, ანუ შეკითხვა შეეხება დეოლიგარქიზაციის. ხო, რომელსაც გამოიყენებს ქართული ოცნება იმ ადამიანების მაგალითად კეზერაშვილის მიმართ, რომელიც ფლობს ტელეკომპანიას და შესაძლოა ამ ტელეკომპანიის წინააღმდეგ იყოს ეს სწორედ გამოყენებული მის დასახურად. ეხლა ნახეთ რა შეესაქმე ქართული ოცნება რომ ძალიან ბევრ რამეს გააკეთებს, ამაში ეჭვი არ მეპარება, იმიტომ რომ მე არ მაქვს განცდა რომ უკვე ყოველდღიურ რეჟიმში აი ნახეთ გამოხდა ფაქტიურად ქართული ოცნება აღარ ამბობს რომ ქვეყანას მარტო მართავს, ანამ მართველი პარტია დაინიშნა ხალხის ძალის სახით, რომელიც არის პირდაპირ ანტიდასავლური, ამიტომ მე არ მაქვს მოლოდინი რომ ეს ხალხი რამეს არ გააკეთებს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით და ის რომ მათ ჩვენ ყოველთვის რაც ვამბობთ, რომ ხადია ჩვენ გვინდა რომ ქართულ ოცნებამ გააკეთოს ყველაფერი მოთხოვნები, რაც არის დაყენებული ევროკავშირის წინაშე, მათ შორის ყველა მიმართულებით, რომ მივიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამისი მოლოდინი არის არაადეკვატური, იმიტომ რომ ეს ნიშნავს ფაქტიურად ქართული ოცნების მიერ ჩამოშლას ხო იმ სისტემის, რომელზეც დგას ეს რეჟიმი. ამიტომ ის რომ ქართული ოცნება შეეცდება რომ გააგრძელოს არა ის, რასაც ევროკავშირი თხოვს, არამედ ყველაფერი, რაც მიაჩნია რომ ძალაუფლების შენარჩუნებაში მას მიეხმარება, მე ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ აქ თავარი არის ადეკვატური შეფასება მათ შორის საზოგადოების წინან, იმიტომ რომ ეხლა პირდაპირ გითხრათ, მათ შორის ის გამოკითხვები, რომელიც გამოქვეყნდა, ახლა ჩემთვის არის ძალიან უცნაური, იმიტომ რომ თუ სიტყვაზე რომ დავუშვათ 25% ქართველი ან საქართველოს ამომრჩევლს ხარს უჭერს ქართულ ოცნებას, ეს ნიშნავს, რომ 25% ჩვენი ამომრჩევლის ესე იგი ირჩევს საწინააღმდეგო გზას ევროკავშირის, ან ამ ხალხმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო ბოლომდე, რომ ქართული ოცნება არის ღიად ანტიევროპული, ასე ვთქვათ, ძალა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი გააკეთებს ობიექტურ შეფასებას, მათ შორის იმ შეკითხვასთან დაკავშირებით, პრობლემების უმეტის წინააღმდეგ. ამაზე ევროკავშირის რეაქცია იქნება ადეკვატური ისევე როგორც დღეს იყო ევროკავშირის ევროპარლამენტის მიერ მიღებული შეფასებები იყო, ხო? ნახეთ და ასე გაგრძელდება. მაგრამ აქ თავარი არის მივა ჩვენი მოთმინება რამდენხანს ეყოფა ამას ყველაფერს და რა მომენტში იწვის პირველ რიგში ჩვენი თანამოქალაქეები, როდის იტყვიან, რომ ჩვენ გვართმევენ ევროპულ მომავალს, გვართმევს ეს ხელისუფლება და დღეს ილია ჭავჭავაძის დღეა და უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ილიას ფილოსოფია იყო, ხო, ჩვენი რაღაცა ინსპირაცია, ისეთ საქართველოს, როგორიც სურდა ილიას. და ჩვენ ამ საქართველოს გვართმევს დღეს ეს ხელისუფლება, მათ შორის აი ამ კურსით, რომელიც პირდაპირ გვაშორებს ჩვენ ევროპულ მომავალს. ასე რომ ადეკვატური შეფასებები ჩვენ უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში, იმიტომ რომ ის რომ ევროკავშირს ექნება შესაბამისი რეაგირება, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. ივანიშვილს კიდევ ერთი გზავნილი დღეს გაუკეთა, მათ შორის სოციალისტურმა პარტიამ და ძალიან საინტერესოა რა რეაქცია იქნება ქართული ოცნების მხრიდან. ეწყვიან თუ არა ისინი მაგალითად თავის პარტნიორ პარტიას, რომ ჩალიფხაცი აქვს მათთვის სოციალისტური პარტიის შეხედულებებს და მაშინ რატო არიან ამ საერთაშორისო გაერთიანებაში, მაშინ უნდა დატოვონ ეს გაერთიანება და მაშინ გასაგები იქნება ხო ყველაფერი. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დოკუმენტი დამტკიცდება უკვე პლენარულ ხდომაზე, მაგრამ უკვე ძალიან ნათელი გზავნილი არის ივანიშვილისთვისაც და ქართული ოცნებისთვისაც. ხადია, რაც უფრო დამძიმდება მათი მხრიდან რეპრესიული რეჟიმი, რაც უფრო ასე ვთქვათ, დამყარდება ქვეყანაში, მით უფრო გაიზრდება ზეწოლად ევროკავშირის მხრიდან. სხვას მე არაფერს არ ველოდები, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ძალიან ობიექტურად აფასებს ევროკავშირი დღეს. კი ბატონო, ერთი კითხვა მაქვს, გაქვთ ურთიერთობა ძალიან ბევრ ევროპელთან და ამერიკელთან მათ შორის და მე მაინტერესებს ვინმეს გაუჩნდა თუ არა კითხვა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ერთი ეს ეგრეთ წოდებული ხალხის ძალა და ივანიშვილის პარტია. ვინმეს აქვს თუ არა კითხვები და ხო არ უკითხავს, რომ ეს ხომ
მაინც სხვა ძალა, ეს ხო მაინც რაღაცა გამოეთიშა უმრავლესობას და რაღაცა თავის პოზიციებს ახმოვანებს. თუ არის სრული სიცხადე, არა, ყველა კარგად ესმის ივანიშვილი რა თამაშობს, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, მე კიდევ ერთი რამ არის ძალიან ნათელი, რომ იცით რა არის? საერთაშორისო ასპარეზზე ვინმეს რამეში დარწმუნება დღეს, მათ შორის ოპოზიციას უკვე დაანაკლებად სჭირდება, იმიტომ რომ ეს ხალხი ძალიან კარგად ხედავს რეალობას. ჩვენ გვჭირდება ავუხსნათ უკეთესად და უკეთესად გავაგებინოთ როგორც საფრთხე, ასევე ის, რომ ალტერნატივა არსებობს ჩვენს საზოგადოებაზე, ჩვენს თანამოქალაქეებს, იმიტომ რომ აი მაგალითად ქართული ოცნების ის ხალხი, ვინც ქართულ ოცნებას ხარს უჭერს და ბედავს კიდე ისაუბროს იმაზე, რომ თითქოს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერს ხარს, ხო, ანუ არიან ესეთ ხალხი ქართული ოცნების სპიკერებს გულისხმობ და ასე შემდეგ. ამას ვერ უნდა ბედავდნენ, იმიტომ რომ უნდა ნათლად დაინახოს ჩვენმა საზოგადოებამაც, რომ ქართული ოცნება კი არა, ქართული ოცნება და ხალხის ძალა, ეს არის თანამმართველი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უკვე კოალიციურად მართავენ ჩვენს ქვეყანას და დასავლეთთან არიან პირდაპირ შესული კონფრონტაციულ რეჟიმში და ჩემი პირადი აზრია იმაზე რომ გითხრათ, რომ ყოველ შემთხვევაში მე ვაპირებ, რომ ამაზე დავიწყო შესაძლებელი მუშაობას, რომ დაისვას დღის წესრიგში, საერთოდ შეიძლება თუ არა, რომ ქართული ოცნება დღეს აი იმ სახით, რასაც ეს პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდა და რა რეჟიმსაც ის მართავს დღეს ჩვენს ქვეყანაში, იყოს რომელიმე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების წევრი. ჩემი აზრით ეს უკვე არის დრო არის, რომ დაიწყოს საკითხი მათი ყოფნის ევროპულ გაერთიანებაში, იმიტომ რომ სრულიად ამხარია ეს პოლიტიკური ძალა ყველანაირ მოთხოვნას, რასაც ევროპული გაერთიანებები უყენებენ პარტიულ გაერთიანებებს გულისხმობს საკუთარ წევრ პარტიას. ან იქნებ ხალხის ძალა შევიყვანოთ პირიქით რაველიმე ევროპულ. ხალხის ძალა ალბათ არსებობს ძალიან მარგინალური ან ევროსკეპტიკოსების დაჯგუფება ევროპარლამენტში, მარგინალური პარტიები ეთყობა იმას უმიზნებენ, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ ვამბობ, ანუ ჩვენ ყველას მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პარტიას უჭერს ხარს. ყველას ვისაც მიაჩნია, რომ ამ ქვეყნის მომავალი დღეს ყოფნა არ ყოფნის გვარზე გადის და ჩვენ გვითხრეთ, ხო, მათ შორის ევროკავშირის წევრებმა გვითხრა რამდენიმე დღის წინ, რომ ევროპის კარი ეხლა ღია, მაგრამ ღია არ დარჩება ეს დიდხანს და დროულად თუ არ გახვედით ამ კარში, ეს კარი შეიძლება ჩაიკეტოს და თქვენ დარჩეთ ამის მიღმა და დღევანდელი გადაწყვეტილება ევროპარლამენტის მოხდა სამწუხარო რეალობაა ნამდვილად მე ჩემთვის და ყველასთვის ძალიან გულდასაწყვეტია ის, რომ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქართული ოცნების პირობებში ჩვენ ევროპული განაცხადის წარმატების რაღაც მოლოდინი ფაქტიურად არ შეიძლება რომ გქონდეს. კი ბატონო, დიდი მადლობა. სალომე სამადაშვილი იყო და თუ არ ვცდები სერგი კაპანაძე უკვე მზად არის რომ შემოგვიერთდეს. ხო, სერგი, მოგესალმები, დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. ვფიქრობ, რომ გეხარ გერმანიაში თუ სწორად მახსოვს. იყავი მნიშვნელოვან კონფერენციაზე გერმანიაში თუ საიდან გვერდთვებით ახლა? გესმით ჩემი ხმა? აი, აბა ეხლა ცადეთ უკაცრავად არის მე და კარგად. ხო, კარგით. გერმანიაში იმყოფებოდით მნიშვნელოვან შეხვედრებზე, რამდენადაც მე ვიცი სოციალური ქსელებიდან. ეხლა გითხარით, ამ მნიშვნელოვანი ამ შეხვედრებზეც რა ითქვა საქართველოსთან დაკავშირებით გერმანელი დეპუტატების მხრიდან და გარდა ამისა, რა აზრი აქვს ასეთ რეზოლუციებს, მოდი ასე დავსვათ პირდაპირ საკითხი, როდესაც მას არავითარი გავლენა არ აქვს ქართული ოცნების ქმედებებზე. მოგესალმებით, საღამოშტობისა, ახლაც ბუნდესტაგიდან მაქვს ჩართვა, ახლა მოვჩი შეხვედრებს უბრალოდ რამდენიმე წუთის წინ. ახლა რა ვიცი, მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ ის რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეწერა, ეს ოღონდ არ არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ეს არის კომიტეტის რეზოლუცია. ევროპარლამენტი პლენარულ სესიაზე დაამტკიცებს ამას და შეიძლება კიდე ჩაწეროს რაღაცები დამატებით. ეს არის ამ წუთში კომიტეტში პოლიტიკური ძალების მიერ შეთანხმებული ტექსტი, რომელიც ძალიან მძიმეა ქართული ოცნებისთვის და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გერმანიაში და სხვაგან სადაც მე მქონია შეხვედრები ამ ბოლო პერიოდში, თითქმის ყველა იზიარებს იმ შეფასებებს, რაც მათ წერია. ანუ ეგ არ არის რომელიმე ცალკეული აღებული პოლიტიკური ძალის, ან პოლიტიკოსის, ან დეპუტატის შეფასება. ეგ არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ევროპარლამენტის შემთხვევაში, ყველა ევროპული პოლიტიკური ძალის კონსენსუალური შეფასება. ანუ ყველა თანხმდება იმაზე, რაც იქ წერია.
ივანიშვილის ოლიგარქობაზე, მედიაში არსებულ პრობლემებზე, სასამართლოს პრობლემებზე, 12 პუნქტის თუ მოთხოვნის შესრულების აუცილებლობაზე და ასე შემდეგ. იმიტომ ეს არის კონსენსუსი გარეთ. ეხლა რაც შეეხება ამას რა აზრი აქვს? აზრი აქვს უნებრივია, იმიტომ რომ ჩვენ ევროინტეგრაციის პროცესზე ვლაპარაკობთ და აქ ჩვენი პარტნიორების პოზიცია არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, ხო და მათი ზეწოლა არის მნიშვნელოვანი. თქვენ როგორც დასვით კითხვა, მადი გულისხმობა რომ შიგნით რა გავლენას ახდენს პროცესზე, ხო ეგ სხვა საკითხია. ეგ სხვა საკითხია, გავლენას პირდაპირ უნებრივია არ ახდენს, არასოდეს არც ერთი რეზოლუცია და არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც გარეთ მიიღება, თუმცა ქართველი ამომრჩევლისთვის ზოგადად საქართველოს მოქალაქისთვის, ხოდი აი ჩემზე გეტყვით, აი ჩემთვის როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქისთვის რომელსაც აღარ პარტიული კუთვნილება აქვს, უბრალოდ ხო აქტიური მოქალაქე ასე ვთქვათ, ხო? როცა მკითხულობ ჩვენი ძალიან ახლო პარტნიორები და მეგობრები, რომლებიც საქართველოს მუშაობენ დიდი ხანია, რომლებიც პარტნიორობენ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის ქართულ ოცნებასთანაც. ასეთ შეფასებებს რო იძლევიან, ხოდიათ ისინი ასეთ მძიმე შეფასებას იძლევიან. იმაზე როგორი არის საქართველოში მდგომარეობა ადამიანის უფლებების კუთხით, როგორი პოზიციონირება აქვს საქართველოს უკრაინის ომზე, როგორ არაკეთებს რეფორმებს. ეს ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საორიენტაციო რო ვიცოდე ისინი რას ფიქრობენ. როგორც ნახე, ამდენიმე დეპუტატის თუ პოლიტიკოსის განცხადება, რომ რაც უნდათ ის ჩაწერონ ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ასეთივე მიდგომა აქვს პუტინს, ასეთივე მიდგომა აქვს ლუკაშენკოს, ასეთივე მიდგომა აქვს შეიძლება ჩრდილოეთ კორეას. ანუ ეგეთ მიდგომას თუ იზიარებს ქართული ოცნება, ესეც არის მორიგი არგუმენტი ან მორიგი, ასე ვთქვათ, გამოსაფხიზლებელი ალბათ კიდე დამატებით ვიღაც ადამიანებისთვის, რომ თუ ასე დავემსგავსეთ ხელისუფლებას გულისხმობ ლუკაშენკოს, რომელიც ასეთი განცხადებებით ამბობს ზუსტად რომ ევროსაბჭოს რეზოლუციას ამ მნიშვნელობა აქვს. ისინი ამბობენ ევროპარლამენტის ამ მნიშვნელობა აქვს. მაშინ მეგონია რომ უფრო მეტი ადამიანი დაინახავს იმას თუ რა დამოკიდებულება ჩვენ პარლამენტზე ერთი. და მეორე მნიშვნელობა არის ის, რომ ესეთ შეფასება იგივე ოლიგარქთან დაკავშირებით, ივანიშვილთან დაკავშირებით, სანქციებზე რაც შეიძლება კიდე ჩაიწეროს, გაველოდოთ, როდესაც ზეიმი ნახეთ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები რომ სანქციები აღარ წერიავდა. როგორც ჩანს, არიცნობენ, რაც მიჩნდეს და სულ არიცნობენ პროცედურას, იმიტომ რომ ეს არ არის ჯერ საბოლოო რეზოლუცია, ეს არის კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუცია. საბოლოო რეზოლუცია მიიღება დეკემბერში. აი, დეკემბრის რეზოლუცია შევადაროთ, მოდით წინა რეზოლუციას, რომელიც იქნა მიღებული წლის დასაწყისში, იმიტომ რომ კომიტეტი არ დარდება იმას. ნუ ნახოთ იქ რა ეწერება. მათ შორის სანქციებთან დაკავშირებით. მე კი ვიცი დაახლოებით, მაგრამ უბრალოდ როგორც თქვენც უნდა დაგისვათ ის კითხვა, რომელიც ელენეს დაუსვი, ელენეს კი არა, უკაცრავად სალომეს, დააგისვეს თუ არა იგივე გერმანელმა პოლიტიკოსებმა კითხვები ივანიშვილის პროდასავლურობა, ივანიშვილის ხელისუფლების პროდასავლურობასთან თუ პრორუსულობასთან დაკავშირებით. ანუ ის, რომ მისი დეპუტატები დღეს აკეთებენ წარმოუდგენელად აგრესიულ განცხადებებს დასავლეთის მიმართ, რომელიც ერთ-ერთში ჯდება რუსულ პროპაგანდასთან და წერტილითა და ძიმითაც გადმოაქვთ ხო ყველა ეს რუსული პროპაგანდა. აი ჩდება თუ არა კითხვები, რომ აი იქნებ ივანიშვილი მაინც არ არის ასეთი ანტიდასავლელი, როგორც ამ დეპუტატების წერილებში ჩანს. თუ უკვე ყველაფერი იცის და აღარ არის დამატებითი ახსნა ამ პოლიტიკოსებისთვის თუ ექსპერტებისთვის. ყველაფერი იცის, მოკლედ რო აღარ დაკარგებიოს საერთოდ დრო. კი ბატონო, ამ რეზოლუციებზე ახლა ჩვენ გასაგებია, თქვენ ახსენეთ ეს რეჟიმები, მათ შორის ლუკაშენკო თუ პუტინის რეჟიმი, არ ვიცი ხა ესე ხო ვერ უყურებთ ჩვენ ბელარუსულ და რუსულ ტელევიზიებს მუდმივად, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფელი გამოთქმები ამ იგივე ლუკაშენკოსაც კი გაუკვირდება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან ევროპარლამენტარებზე, ვიღაც ზარქვა მაგალითად ასე მოიხსენიებდა ბატონ კუბილიუს, რომ ქალბატონი კუბილიუსი და კუბილიუსები ამ ერთ-ერთ ყველაზე, ასე ვთქვათ, გავლენიან და პატივსაცემ და რეპუტაციულად ძალიან გავლენიან ადამიანს, რომელსაც წარმოადგენს კუბილიუსი. ანუ პირადი თავდასხმებია უკვე თითქოს აი დაცინვა და მთელი ესეთი გამონათქვამები, რომელიც მე მგონი ლუკაშენკოსაც არ გამოუყენებია. აი ეს პირადი თავდასხმები ექნება თუ არა რამე შედეგი, ანუ ამ პირად თავდასხმებს როგორ უყურებენ? უკვე ეს ყველაფერი არის ერთობლიობა. ანუ საქართველოში დემოკრატიის იმპულსი ავტორიტარიზმის გაზრდა, ასე ვთქვათ, უზურპაცია ძალაუფლების, ოლიგარქიის ძალაუფლების
ყველა ინსტიტუციაზე გავრცელება. ასევე და ამაზე დამატებული ეს ანტიდასავლური რიტორიკა და ეს მათ შორის ეს პირადი გამონათქვამები, რომელიც ტიბილიუს ჩვენ სხვა მეგობრებს ეხება, ამ ყველაფერმა შექმნა ის გარემო, რომელიც არსებობს დღეს. ამ ყველაფრის ერთობლივ ერთად. ანუ ჩვენ კიდევ არ დაგვაუწეს ეს რეზოლუცია, რომელიც ახლა ახეთ მანო ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა მიიღო, ერთსულოვნად, ანუ ყველა პოლიტიკური ძალა რო შეთანხმდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ შორის ქართული ოცნების პოლიტიკური ოჯახით სოციალისტებიც ამას ეთანხმებიან და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგეც არის, რომ ისინი მაგ რეჟიმში არიან გადასულები, რომელსაც არის ლუკაშენკო, რომელსაც არის სხვა ავტორიტარული მმართველები, რომ ყველას მეგობარის და მოყვარეს აღარ არჩევენ, ყველას აცხადებენ მტრად, იმიტომ რომ ისინი უწოდებენ ისეთ რაღაცებს გაკეთებაზე, რაც ჭირდება ქვეყნის დემოკრატიას. მე მგონი ეგ ზღვარი არის უკვე გადალახული. გარეთ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი იცის. აღარ შეიძლება ამაზე უფრო მეტი კრიტიკული იყო, რა თქმა უნდა, შეიძლება მეტი ნაბიჯები გადაიგდეს და გადაიქცნოკდეს ამაში დაწესებული ვარ, მაგრამ ყველაფერი იცის. ეხლა ყველაფერი განარჩენი უკვე საქართველოს მოსახლეობაზეა და მე ამიტომ იმედი მაქვს დარწმუნებული ვარ, რომ ამას შესაბამისი ასახვა იქნება საარჩევნო შედეგებში, როცა იქნება ეს არჩევანი. ხო, აქ ამ შემთხვევაში ეს კიდევ და გაუმარტოთ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენ ვნახეთ ძალიან მკაფიო რეაქცია და ცალსახა რეაქცია იმ შანსის დაკარგვაზე, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ არ მოგცეს, ამაზე იყო ხალხის ძალიან მწვავე რეაქცია, მაგრამ შემდეგ რაღაცა ეს თითქოს ეს ტალღა მიჩუმდა, ეხლა დათოსთანაც ვილაპარაკებთ, რა გამოიწვია ამ ტალღის მიჩუმება, თუმცა ყველას რაღაცა მოლოდინია, რომ აი იქნება შეფასება და იქნება რაღაცა მოხდეს და იქნება მოგცენ სტატუსი. აი ამ იქნება მოგცეში, იქნება რამე შეიცვალოს რიტორიკას, როგორ უპირისპირდება ეს რეზოლუცია, რას გვეუბნება ეს რეზოლუცია, თუნდაც დღეს, რომელიც ჯერ კომიტეტმა მიიღო. ანუ რამე ამ რეზოლუციებში ხო უნდა იყოს გაუმჯობესება და იმაზე რაღაც სიგნალი, რომ რაღაცა იცვლება უკეთესობისკენ. რომ იქნება მოგცენ კანდიდატის სტატუსი. საქმე რა შეეცით, რომ ჩვენ შეგვიძლია დავჯდეთ და ვიოცნებოთ, რომ ხვალდივით გავხდებით ევროკავშირის წევრი. და ავით მე გულწრფელად გეტყვით, რომ ხვალდივით გავხდეთ ევროკავშირის წევრი, მე ვარ მომხრე, აი პირდაპირ მიდივარ ხვალდივით, თუნდაც ამ ხელისუფლების პირობებში. ძალიან გულწრფელად ვამბობ, იმიტომ რომ სხვა რაღაცას ნიშნავს ეს ქვეყნის. თქო, ეს არის ოცნება, ეს არ მოხდება ხო ყველამ ვიცით, ხო? ზოგადად ამ გზის გასავლელად საჭირო არის ძალიან კონკრეტული მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. ამ რეფორმებს თუ არ გავატარებთ, ევროინტეგრაცია არ მოხდება. ანუ ერთია რა გვინდა და რაზე ვუწევთ და მეორეა რეალობა რა არის. იქ დღესაც რეალობაა, ანუ ძალიან მარტივი ანალიზი გვეუბნება, რომ ამ ტემპით, ამ დამოკიდებულებით, ასეთი ვითომ რეფორმების გატარებით და ევროინტეგრაცია არ მოხდება, არც კანდიდატის სტატუსი არ იქნება და არც უფრო მეტი სხვანაირი არ გადაიქნება. და ქართული ხდება უჩვენებს რომ ეცდება რომ ეს ყველაფერი შეასაღოს მიყიდოს ხო დასავლეთს. ეს რეზოლუციები და ეს განცხადებები არის მკაფიო მაგალითი იმისა და მკაფიო გამოვლენა და ვისაც კითხვა შეუძლია ეს უნდა გაიგოს, რომ ისინი ვერავის ვერ გააცურებენ, ვერ მოატყუებენ და ვერავის ვერ ათქმევინებენ, რომ აი საქართველოს რეფორმების გატარების გარეშე სანამ იქ რაღაც ფარამია დაჭერილია, სანამ მედიას ანადგურებენ, სანამ პოლიტიკურ ოპოზიციას ანადგურებენ, იჭერენ, ციხეში წავენ ამ შემდეგ ამის და მიუხედავად მაინც მიიღებენ საკანდიდატის სტატუსს. ანუ ეს არის ძალიან ათელი გზავნილი ამას. კარგი. და ბოლო კითხვა. სერგი, ერთი კითხვა თუ გაქვთ დრო, მოკლედ. ხო, აი უბრალოდ რაღაც შეხვედრა მეწრება და უკვე მე მიხიან უკაცრავად, თორე სიამოვნები დავაგზავნე. მინდა და მეკითხა, რას გეუბნებიან ალტერნატივაზე და ოპოზიციის მიმართ რა პრეტენზიები აქვთ თქო? აგრეთვე სხვა დროს ვილაპარაკოთ უფრო ცლანდა. კარგი, ჩვენ მოხალხეში ვილაპარაკოთ. კი ბატონო, დიდი მადლობა. კარგი, მადლობა ეკა. ეს იყო სერგი კაპანაძე, ყოფილი დიპლომატი და ყოფილი პოლიტიკოსი, ნახოთ თუ გახდება აქტიური პოლიტიკოსი და საინტერესო შეხვედრები აქვს მას ბუნდესტაგში, გერმანიაში, გერმანელ პოლიტიკოსებთან და ეხლა დათო დვალთან ვრუნდებით, დიდი ხანია დათო არ ყოფილა მედიაში, რაღაც გარკვეული აქტიურობის შემდეგ და პაუზა ქონდა აღებული, ამიტომ ეხლა საინტერესოა მისი პოზიციები. დათო ეხლა ყველაფერი გასაგებია ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ხო? რეზოლუცია მიიღეს, ისევ არის, რომ ეს ჩალის ფასი აქვს ამ რეზოლუციას, ვერაფერს ვერ გვიზამენ და საბოლოო ჯამში სამწუხაროდ დღეს საქართველოს ყავს პირველად ისეთი ხელისუფლება, რომელსაც არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია დასავლურ ზეწოლას. თუ დასავლური ზეწოლა იყო ძალიან ეფექტური სააკაშვილის მიმართ, თუ ასევე
შევარდნაძის ხელისუფლებაზეც, ხო? გახსოვს ერთად მოვდივართ იმ პერიოდით. ეს ეწოლა ეხა აღარ მოქმედებს. ამიტომ რეალობა არის მკაფიო, ერთხარეს ყავს ხელისუფლება თავისი ულტრა რადიკალური ფრთით, რომელიც მხოლოდ ანტიდასავლური პროპაგანდით არის დაკავებული და ამბობს, რომ ჩვენ არ გვინდა ევროკავშირი, იმიტომ რომ ამით დავკარგავთ სამშობლოს, სუვერენიტეტს და ასე შემდეგ, მაგრამ რა ხდება მეორე ფლანგზე თქვენი დაკვირვებით და დიდი ხანია აკვირდებით პოლიტიკას. აი შეადარეთ კრიზისების დროს, ძველ კრიზისებს ეს კრიზისი გავს თუ უფრო განსხვავებულია? მოგესალმებით. დიდი ხანი არ ყოფილვარ, მართა რო გითხრათ, მიზეზი იმისი, რომ არ ვაქტიურობდი, იყო ის, რომ ცოტა არ იყოს პესიმიზმმა შემიფყროდა, რაღაცა გამოსავალს და მომავალს მაინც და მაინც კარგ ფერებში ვერ ვხედავდი და პირდაპირ თქვა დღესაც მაინც და მაინც ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. მე ერთ რამეს ვხედავ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის ძალიან მყარად ფეხებზე დამდგარი. და შესაბამისად ის მათი ასეთი თავზე ხელაღებული პირდაპირ თქვა პოლიტიკა არის განპირობებული იმით, რომ ისინი მყარად ზნობენ თავს. ანუ ის პრესინგი, რომელიც თქვა დასავლეთიდან მოდის, ну, რა თქმა უნდა, ასეთი ხელისუფლებისთვის სუსტია და საკმარისი არა, ალბათ შევარდნაძისთვის ერთი პატარა შეტრიალებული ფრაზაც კი უკვე იქნებოდა სიგნალი და მიიღებდა და გაიგებდა. ანუ წარსული ხელისუფლების განსხვავება ამ შემთხვევაში ეს არის. ჩვენ შემთხვევაში როგორც ხედავთ რაღაც ისე რომ ვთქვათ ვულგარულად რაღაც სპილოსკანი აქვს და სქელი და შეუვალი, მაგრამ მეორე მხრივ ეს მყარად გზნობა განპირობებულია იმით, რომ შინაურ ფრონტზე არანაირი პრესინგი არ ხდება. ფაქტიურად იმის მაგივრად, რომ ჩვენ საზოგადოება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, პოლიტპარტიები, რაღაცნაირად უნდა ვიყოთ ერთ ფრონტად შეგრული. მარტო არჩევნები ხო არ არის. მარჩევნებამდე უნდა მივიდეთ და არჩევნებამდე უნდა ვაჩვენოთ, რომ რაღაცას წარმოვადგენ. ჩვენი აზრი მნიშვნელოვანია, ჩვენ გაგვაჩნია განსხვავებული აზრი. ჩვენ არ მოგწონს, რასაც ხელისუფლება აკეთებს და ეს უნდა მივიტანოთ, გავაგებინოთ და რაღაცნაირად უნდა ვაჩვენოთ მათაც, რომ ჩვენ ვართ ზალა. და ხდება სრულიად პირიქით. ეხა სათითაოდ შეიძლება პუნქტებით, რომ როდის რა მოხდა, მაგრამ სულ ყოველთვის რაღაცა მოხდა, გესმით? 20 ივნისის შემდეგ რაღაცა მოხდა. რის გამოც წარმოუდგენელი რაოდენობა ხალხის, რომელიც იყო გამოსული, წარმოუდგენელი რაოდენობა მართლა ცერმელი მომივიდა, ძალიან მეშინოდა, ძალიან ნერვიულობდი, გამოვლენ, არ გამოვლენ და ეს არასოდეს უახლოვდებოდი. არ ყოფილა ამდენი ხალხი, ხო? ხო, რომ დავინახე, რომ ეს ზღვა მიდის, ხო, ნუ მართლა ამაღელვებელი იყო, რომ თელმა საქართველოს თქვა, იქ თავისი ნება, რომ ჩვენ გვინდა ევროპა. თქვა ძალიან მშვიდობიანად, ძალიან სწორად. ნუ კრიტიკა ადვილია რა. დღეს რა თქმა უნდა მე შემიძლია ძალიან მარტივად თქვა რომ დაშვებული შეცდომების შედეგად რომელიც ძალიან მალევე განვითარდა ჩვენ წყალში რა თქმა უნდა არ ჩავყარეთ იმიტომ რომ ხელისუფლება დაინახა მოსახლეობის განწყობა მაგრამ მეორე მხრივ დაინახა რომ ორგანიზების ნიჭი იმ ძალებს რომელსაც ორგანიზება და მიმართვა ჭირდება ამ პროტესტს ამ კრიტიკა არა მაგრამ აუცილებელია შეფასებები თუ ხედავთ რამე სისტემურ ხო სისტემურ შეცდომებს რომელსაც მაინც ვცდილობ რომ ბოდიში ხადო იმ ხალხს რომელსაც ეხა ვაპირებ რომ რაღაცები თქვა მათზე იმიტომ რომ არ გამოვა ისე თუ ჩვენ სიმართლე არ უთხარით ერთმანეთს ყოველ შემთხვევაში ჩემი სუბიექტური დაკვირვებები თუ არ უთხარი შეიძლება ძალიან ვცდები მაგრამ აი ფაქტია რომ სიტუაცია არ არის კარგი ხო მოდი ვეძებოთ და ანალიზი ვაკეთოთ რომ რა შეა საქმე შეიძლება არასწორად თქვა ეხა მე რაღაცა მე და ძალიან დიდი თხოვნა მაქვს იგივე პარტიების მიმართ რომელსაც შეიძლება რაღაცა კრიტიკამ გაიჟღეროს აქ ნუ მიიღებენ ისე რომ მე მათი გულშემატკივარი ვარ ზუსტად ის მინდა რომ ისინი იყვნენ გაინძრენ და იყვნენ პოპულარულები, იყვნენ ძლიერები და იყვნენ გავლენიანები. იმიტომ რომ ვიცი ერთი რაღაცა რა, რომ ეს ხელისუფლება ჩვენ დაგუპავს ამ ხელისუფლებამ, რაც არ უნდა ხა იმას ავქნათ, არჩეულია გეზი, სრულიად კაფიო, ანუ ამ შავ-თეთრ სამყაროში ასეთი შავ-თეთრი და ასეთი პოლარიზებული არასდროს არ ყოფილა. აი, კარგი და ცუდი, ასე გამიჯნული არასდროს არ ყოფილა და აი აქ ვახერხებთ, რომ
უკბინოთ იმებს, რა ქვია, სწორ ოჯახს, სწორ მიმართულებას, სწორ სახლს ჩვენსას და ნამდვილ სახლს და რაღაცა სხვაგან წავიღოთ გეზი, ხო? ანუ ეს იმდენად მიუღებელი რეალობაა, რომელშიც აი მე ქალბატონ სალომესაც უსმინე, რომელსაც თქვა ის 25% რეიტინგის თაობაზე ქართული ოცნების, ხო? ანუ ამდენი წესით არ არის ვინც პრორუსულია ქვეყანაში, მაგრამ არის ოცნების მომხრე. არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ენდობა ამ ოცნებას, მაინც და თვლის, რომ ის ოცნება გავიყვანს ფონს და ყველაფერი კარგად იქნება. როგორ ხსნით ამას? არ ვიცი, სალაპარაკო ამ ხალხთან. ამ ხალხთან გასარკვევია, კითხვებია დასასმელი. რატო გონია ეს? მე კი ვაწარავებ ვიღაცებთან, ჩემ ახლობლებთან, ვინც ყავს, ესე ვთქვათ, რაღაცნაირი განსხვავებული მით, მაგრამ ნუ ერთ-ერთი ნდობა პატარაა, მაგრამ მე ის აი ყბადაღებული თემა, რომ რეგიონებში გავიდეთ, ველაპარაკოთ, გადით შვილო. გადით, ეს არ არის ჩემთან დასაანონსებელი, ეს არის თქვენი პირდაპირი მოვალეობა პარტიებს ვეუბნები ამ შემთხვევაში, რომ თქვენ იმუშაოთ ხალხთან. ის კი არა რომ მე გეგმა მომიყვეთ, ესა ფუნდამენტია, ამას თუ არ აკეთებ, საერთოდ აღარაფერი არ ახარ, მაშინ ახლა სავარძელზე წამოწოლილი მეც ვარ და მე შემიძლია რაღაცა განცხადებები Facebook-ზე დავდო და ნუ ახლა გამოდის მანდ რა მე არაფერი ხო? ამიტომ გადასააზრებელია ყველას ის. ახლა ერთი რამეა კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ჩემის აზრით გასათვალისწინებელი, რომ ამორჩეველს ნუ ლუზერი, კაი, წაგებული ნაკლებად უყვარს რა. და რაც დრო გადის სულ უფრო, ასე ვთქვათ, ეს ოპოზიციური ფლანგი სულ უფრო იმკვიდრებს ამ იმიჯს მოსახლეობაში რა. აი მომხრეებშიც კი ხო სრულიად სკეპტიკური განწყობაა, მოდი პირდაპირ თქვა ძალიან ბევრში, რომ ერთ-ერთი გამოკითხვიდანაც ჩანს რეიტინგები დემიდან და მეორე. რამდენი საგანგაშოა ის, რომ ანუ 5%-ია ბარიერს აი რა ის გამოკითხვებით ვერავინ ლახავს და სურა გირჩს აქვს ყველაზე ვთქვათ 3% და შემდეგ მოდის 2%-ით სამი ასე გახარიას აქვს და დანარჩენ პარტიები 2% აქვს ელენე ხოშტარიას და ვაშაძეს და დანარჩენ პარტიები ხა ლელო მაგალითად რომელსაც აქვს ბევრი ხალხიც ყავს, დიდი რესურსიც აქვს, ფინანსური რესურსიც აქვს, მათ შორის არ აქვს 1%-ამდე აქვს რეიტინგი, ხო, რაც ფაქტობრივად ლელო მინდა გითხრათ რომ ცალკე ფენომენია, ჩემთვის სრულიად გასაკვირია როცა რეალურად ხა პირდაპირ თქვა დიდი პატივისცემით, მაგრამ მაინც რომ ერთკაციანი პარტიები უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე საკმაოდ ინტელექტუალურ და გამოცდილ გუნდს, რომელიც ლელომ შემოიკრიბა, ხო? ხაზარაძის ამ შემთხვევაში მომუკას მე პირველი ამას უფასებ, რომ მოახერხა რომ რაღაცა გუნდი ყავს, რომელიც გამოცდილებითაც გამოირჩევა, ცოდნითაც, პროფესიონალიზმითაც, მაგრამ ეს არ აისახა იმაზე, რაზეც უნდა აისახოს, ხო? აბა ისთვის არის ეს ყველაფერი ხო იმისთვისაა, რომ შენ პოლიტიკაში ბერკეტი მოიპოვო, რაღაცნაირად ზემოქმედება იყო. მე მაინც მგონია, რომ აქ არის იდენტობის პრობლემა. აი მაგალითად, რატომ აქვს სხვა პატარა პარტიებთან შედარებით მცირედით, მაგრამ უპირატესობა გირჩს ზურა ჯაფარიძეს გულისხმობ, იმიტომ რომ ზურას აქ ყველაზე მკაფიოდ გამოკვეთილი იდენტობა. ვიცით ვინ არის, რა უნდა რისკენ იბრძვის, რა ტიპის დაბიჯები შეუძლია გადადგას ამისთვის, უფრო მკაფიოა მისი გეგმა. ზურა არის ერთპარტიანი პარტია, ხო? ერთპარტიანია ცალსახად. ერთკაციანი. ბოდიში ერთკაცია. ხო, ეგ არის კი. კაცი ერთი პარტია და პარტია ერთი კაცი. მოკლედ და აი არის თუ არა დღეს აი იდენტობის პრობლემა ოპოზიციაში. აი რა უნდათ და არის თუ არა გულწრფელობის პრობლემა. დათო, აი ამას წინ უსმენდი ძალიან საინტერესო ბრიტანელ პოლიტიკოს, რომელიც ლაპარაკობდა აი ესეთ მყიფე დემოკრატიებში რა უნდა ქნას პოლიტიკურმა პარტიებმა და სწორედ ამაზე საუბრობ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის გულწრფელობა. აბსოლუტურად. აი იმიტომ რომ აი მაგალითად ეხა რომ მყავდა ნიკამელია წინა გადაცემაში, ვკითხე რომ აი არაფერი არ მიკითხავს განსაკუთრებით, რომ აი სექტემბერში რომ ეს გეგმა, ეს სტრატეგია ჩამოაყალიბე და თქვი რომ აი ვითხოვთ ვადამდელ არჩევანს და გვაქვს სტრატეგია ასეთი 3 პუნქტისგან შემდგარი, ამ 3 პუნქტისგან
რა შეასრულეთ? გადმოვიდა თავდასხმაზე იმის მაგივრად, რომ გულწრფელად თქვას, რომ კი, ესე გვგვივიდა, მაგრამ არ გამოგვივიდა ამის და ამის გამო, ხო? მის ამომრჩეველს აქვს. ეხლა მე უყურებდი, როცა ამ ვიდეოს ვნახულობდი ხელახლა სექტემბრის ვიდეოს და აი ხალხი იყო რაღაცა აღტკინებული, კარგი, ესე იგი რაღაცა აქტივობა დაიწყო და მე ორი თვე გავიდა ისე რომ არაფერი არ მოხდა, რასაკვირველია ამომრჩეველს აქვს პრეტენზიები თავისი პარტიის ლიდერის მიმართ. აი მაგალითად რომელმა პარტიამ შეკრიბა დიდი ნაციონალურ მოძრაობას ეხება აი რომ ამ დროს შეკრიბა შენი ამომრჩეველი რომელსაც კითხვები აქვს და გულწრფელად უთხრა რომ იცი რა არ გამომივიდა ეს იმიტომ არ გამომივიდა რომ ეს პრობლემა მქონდა ეს მქონდა და აი ეხლა საჭიროა რაღაცა ახალი გზების მოძიება ხო არის თუ არა ეს უფრო სწორი გზა ამომრჩეველთან საურთიერთოდ ვიდრე იმის თქვა რომ აი ჩვენ მუშაობთ მაგრამ თქვენ ვერ ხედავთ და არც არის საჭირო დაიდახოთ მოდი კიდევ უფრო ფართოდ დავსვათ საკითხი ამ შემთხვევაში გულწრფელობა არის ალბათ ეხლა ერთადერთი გზა ამორჩევის გულამდე ერთადერთი გზა და გულწრფელობა თქვათ ახლა რაც მაგალითი მოიყვანე ისევ ვიტყვი იმას რომ მე მაგალითად მაგ აღიარების გარდა ჩემის აზრით ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი რომ მე პირდაპირ ვიძახი რომ სიტყვაზე ახლა ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი არ ვარ თუმცა ვარ აი იმ პარტიების რომელიც თქვათ პატარ-პატარა რეიტინგებით პერიოდულად ხან ერთს და ხან მეორეს და ძალიან გულშემატკივრო თუმცა ძალიან კარგად ფესვის რომ გამარჯვება არ გამოვა ამ პარტიის გარეშე და მე პირადად ვიქნებოდი ბედნიერი რომ თუ არა მარტო დღევანდელი სიტუაციაში რაღაცა დაშვებულ შეცდომებსთან გამოტოვებულ რაღაცა აქტივობაზე იქნებოდა მსჯელობა არამედ იმაზეც რომ რაღაცნაირად წარსულის გადაფასებაზე ყოფილიყო ლაპარაკი მე ძალიან ვისურვებდი რა არის წარსულის გადაფასებაში მოსმენა მე მესმის რომ ეხა დღეს თემა მაგისი არ არის ამ წუთას საქმე მაგრამ მე რიგითი ამორჩეველი ხო მე მაგალითად ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი თუ მომისმენდი იმას რომ რაღაცა გადაცდომებზე კი არ იყო ლაპარაკი იყო რა რაღაცა მართვის დროს შეცდომები დაშვებული მართვა როდესაც ქვეყანამ ნახტომი გააკეთა და გახდა ჩამორჩენილი მე-19 საუკუნის ქვეყნიდან 21 საუკუნის ქვეყანა მაგრამ ამას ახლდა თავისი მინუსები და ზუსტად აი ამ მინუსების გამო მოხდა ის რაც მოხდა რომ ხელისუფლება შეიცვალა და ძალიან ბევრს რა თქმა უნდა ხა პედალირებენ და მათ ამ ტკივილს და ჭრილობებს ისე უღვივებენ მაგრამ გაუთვალებლად ხდება ამაზე პედალირება და ამაზე აქტიურობა იქნებ ამაზეც ვილაპარაკოთ არ ვიცი მე ვერ გეტყვი რომ ესაა მთავარი მაგრამ თუ გულწრფელობაზე მივიდა საქმე ხო თუ გულწრფელობაზე ვლაპარაკოთ ალბათ გულწრფელობა ყველა მიმართული აი შეიძლება ერთი მაგალითი მოვიყვანო სრულიად სხვა ფრონტიდან ხო მე მახსოვს რომ ეგ გადაცემა ვუყურე და თქვენ გქონდათ ასევე ლაპარაკი იმაზე რომ აი სამი პარტია გაერთიანდა და რატო თქვათ არ გინდა ერთიანობა და ბატონი მელია რაღაცა სხვანაირად მგონი არ მიიღო ეს თემა ხო ერთიანობაზე რას ფიქრობთ ვაში გეტყვით აუცილებელი სრულიად აუცილებელი მაგრამ მოდი ახლა სხვანაირად შევხედოთ რა აი მე ვარ და შენ ხარ პარტიები გვაქვს ხო და გვინდა პატარები ვარ ბევრი არა ვარ და გვინდა რომ რაღაცნაირად ერთიანობისთვის იქნებ რამე გავაკეთო გამაგებინე ასე მოვიქცევით რომ დავჯდებით გამოვაცხადებთ სასიხარულოდ უკვე მე-200 ჯერ რომ 200 პარტიიდან ჩვენ ორი გავერთიანდით ხალხო და ახლა მოდი შემოგვიერთდით მე მგონია რომ ეთერში სალაპარაკო ეგ არ არის მე მგონია რომ მე და შენ თუ ერთიანობა გვინდა ჩვენ უნდა დავიაროთ ეს ხალხი და კომუნიკაცია გავაკეთოთ სადღაც იქ კულუარებში რომ ეს არ არის საჯარო პროცესი ეს მე გამოვდივარ თუ არა და მე ვიძახი რომ აგერ გავერთიანდით ჩვენ რაღაცა 2% შევაკონტროლეთ და ეხლა მოდი ჩვენთან პირდაპირ გამორიცხავს იმას რომ ვინმე მოვიდეს რა. მაგ კითხვას მამუკა ხაზარაძემაც უარი თქვა, მელიამაც უარი თქვა, შესაბამისად რისთვის გაკეთდა ეს ყველა პიარისთვის? გულწრფელობის ეს კითხვები არის ზურას, ელენეს და გიორგი ვაშაძის მიმართ. კი ბატონო. ძალიან კონფიდენციალური რა თქმა უნდა, ჩემი საქმე არავისთვის მე ვისვაძლე ხმას, მაგრამ ზურა გირჩი და ელენი არიან ის ხალხი, რომელსაც მე ხმას ვაძლევ. ჩემი მე ვარ მათი ამორჩეველი და მე მაქვს უფლება რომ მათ რაღაცა კითხვები დაუსვა რაც არ მომწონს და არ მესმის იმიტომ რომ გულშემატკივრობ იმიტომ რომ მინდა რომ გააკეთდეს ის რაც გასაკეთებელი კი ბატონო და ბოლოს მედიაზე მინდა კითხოთ დათო ფიქრობ თუ არა რომ ეხლა მთავარი დარტყმა პირველი დარტყმა იმიტომ რომ ისე კეზარაშვილის გავლით იქნება ფორმულაზე
ჩაინიშნა მის წინააღმდეგ პროცესი, ახლა ოლიგარქიის კანონის გაფორმება ისე ხდება და შეფასებები, რომ რაღაცა სიგნალია, რომ შესაძლოა სწორედ ეს გამოიყენონ ფორმულას წინააღმდეგ. ახლა ჩვენ როგორ არ არსებობთ ეს მართლა ჩვენ გვიკვირს, მაგრამ ჩვენც გვიკვირს, მაგრამ რაღაცნაირად ვარსებობთ აღმოგვაჩნდა ეთყობა კარგად გამოვიწვრთნენით ამ ბრძოლაში, მაგრამ თითეული ეხლა ტელეკომპანიაზე მიტანილი შტურმი არის ძალიან მძიმე შტურმი ყველა ჩვენგანისთვის, ხო? აი რა მედიის მიმართულებით, ახლა ნიკას ციხეში დატოვებას ელოდი. ველოდი. არ თქონდა მოლოდინი? იყო რომ არ ქონდა, თუმცა ის სურპრიზი იყო რომ დაამატეს. დაამატეს, ანუ ჩვენ ხო ვამბობთ რომ ის მეორე რაღაც დანაშაული რომელსაც გვითომ დანაშაული პირაო იყო. კიდე უფრო ესეთი მყირელა გახადეს რომ პოლიტიკურია, იმიტომ რომ მიხვდეთ რომ ის სრულ სისულელეზე ქონდა და ახლა მეორეც იმას აკნეს რომ იქნებ ხო, მაგრამ ამას ხო აღარაფერი აღარ ესშველება. ახლა ნიკას საქმის აღქმაზე. აი რა მოლოდინები გაქვს მედიასთან დაკავშირებით? მოდი, სანამ მოლოდინებზე გადავალ ერთ რამეს ვიტყვი რა. აი უკაცრავად სწრაფად ვიზავ ერთ რაღაცა მაინტერესებს, მე მგონია რომ არის აბსოლუტური დეფიციტი სოლიდარობის გნობის. ეს არის საზოგადოებაში. თქვენ შორის არა, პირიქით, თქვენ შორის არის. საზოგადოებაში პოლიტპარტიების მხრიდან სად არის ეს ხალხი? გახსოვთ ეს ნიკას ამბავი რომ მოხდა? მე მეგონა რომ აი ესეთი განცდა იყო რომ ქვეყანა დაიქცეოდა, იმიტომ რომ მოხდა აბსოლუტური დივერსია ქვეყნის წინააღმდეგ, ხო? პირდაპირ ყველაზე სასიცოცხლო საკითხის გადაწყვეტის წინ ქვეყანამ შექმნა პოლიტპატიმარი. ანუ შეიძინა პოლიტპატიმარი. ოფიციალურად ამას წყალი არ გეო. რა კრიტერიუმითაც არ უნდა იმსჯელო, ხა ნიკა გვარამია არის პოლიტპატიმარი. და კარგი იქნება სხვათა შორის ევროპულ სტრუქტურებში თუ იმუშავებენ ამაზე, რომ ეს თემა გაუგვივდეს, იმიტომ რომ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ახლა ეს სტატუსი, რომ ქვეყანას არ უნდა ყავდეს პოლიტპატიმარი, მაგრამ ესეც ხო გასაგებია, რომ მიზანი არა მარტო იმ საქმის გაფუჭება იყო, მიზანი არა მარტო თქვათი პირადი ბოღმა თუ რაღაცა იყო, მთავარი არხი, ხო? აი აქ უნდა ჩემი აზრით ყოფილიყო. მე ძალიან სახტად დავრჩი, რომ მე რატომღაც მეგონა რომელ კამერაშია რომ უთხრა, მიმართო იმ ხალხს, რომელზეც ცოტა მეც მოველოდი სოლიდარობის გამოხატვა. აი ამ კამერაში შეკეთე. ის მაშინ მე რაც გავაკეთე, არც ნაფიქრი მქონდა, არც ის მქონდა, ეს იყო ემოციური მცდელობა, რომ რაღაცნაირად შემოწირულობა ხო ფინანსურად. ხო, იმიტომ რომ ხალხო ეხლა მთავარი არის, იმიტომ რომ ტელევიზია, კრიტიკული ტელევიზია არის ის ტოტი, რომელზეც ვზივარ ჩვენ. არ იქნება დამთავრდება ყველაფერი. არ იქნება კრიტიკული მედია დაეცემა და რა თქმა უნდა უკვე სახეზეა რომ სხვა ფრონტზეც არიან და არაფერი არ გაჩერდება. ამიტომ ჩვენი მოვალეობაა მოქალაქეობრივი რომ ეს არხი უნდა გადავარჩინოთ. მე მართლა გეუბნები, მეგონა შეიძლება ძალიან ხმამაღალს ვიძახი, შეიძლება ძალიან ოპტიმისტი ვარ, მაგრამ რატომღაც მეგონა რომ ხალხი გამოვიდო და შეძლებული იმაზე მაქვს ლაპარაკი. აი სიტყვაზე, როგორც ელენე დარიანის წიგნთან დაკავშირებით მოხდა ხოლმე, მესმის მასშტაბები სხვა იყო, მაგრამ სოლიდარობის გამოვლენა იყო ძალიან მნიშვნელოვანი აქტი, ეს იყო სილა ქალბატონ მინისტრისთვის, ხო? და რა გავაკეთეთ აქ? მე მეგონა რომ ხალხი გამოვიდოდა და იტყოდა აი მე ამდენით ვეხმარები ან ამდენით რეკლამას ვათავსებ ან იმას ვაკეთებ. მე ვიცი რომ ვიღაცები ყულორად აკეთებენ, მაგრამ ყულორად კეთება მე კითხვას მიჩენს. მე მიჩენს კითხვას რომ ესე იგი ნიშნავს რომ მაინც ერიდება რომ რაღაცა ეს მამაღლა თქვას, იმიტომ რომ იქ შეიძლება ვიღაცა გაანაწყენოს თავრობაში და ასე შემდეგ. ნუ აი მაშინ გამოდის რომ ჩვენი ფასი ყოფილა კაპიკი რა. ნუ თუ არ გვესმის, როდის უნდა დავდგეთ ერთად და თუ ეს საკითხი არის საკამათო, მე მგონია რომ ჩვენ შორს ვერ წავალ და კარგად დაფიქრდეს ყველა ამ თემაზე. მათ შორის პოლიტიკურ პარტიებში ყოფის შეძლებული ოპოზიციაში ვიძახი რა, მათ შორის პირდაპირ ვიძახი რომ აი ეს მეტნაკლებად შეძლებული ხალხი რომელიც უნდა მეგონა რომ რაღაცნაირად ამ შემთხვევაში ეს სოლიდარობის გამოხატვის მნიშვნელობა ეგა თქვენ გიჭირთ ფინანსურად, თქვენ უნდა გადაგარჩინოთ ფინანსურად. ეს იყო ძვირფასეულობა რა.
არ არის ჯერ კიდე გვიან. სანამ დრო არის გავაკეთოთ ეს, იმიტომ რომ რამე მოუვა თავარ არხს, შემდეგი უკვე არის იქ პირდაპირ არის კანონები იქნება და ყველა ბრუნვაში ატრიალებენ ფორმულას დამფუძნებელს და მე ვიცი რითი შეიძლება ეს ყველაფერი დამთავრდეს. ძალიან ცუდად, საკმარისია კრიტიკული მედიის ასე ვთქვათ, გავლენის სფერო შემცირდეს და აუცილებლად შემცირდება ამ შედეგების შემდეგ, სავალალო იქნება ეს მოსახლეობის განწყობაზე და მათ შორის თქვენ რეიტინგებზე პოლიტიკურ პარტიებურ, რომელსაც გინდათ პარლამენტში უმრავლესობა. რატო ძალიან დიდი მადლობა როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო ემოციური და გულწრფელი საუბრისთვის. ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და უკვე ვისაუბრებთ იმაზე თუ რატო აირჩია პროპაგანდისტვის ერეკლე მეორე ქართული ოცნების პროპაგანდამ და რატო მიიღო ეს გადაწყვეტილება და საერთოდ როგორ ხდება ისტორიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის და რასაკვირველია არასწორად ინტერპრეტირებული ისტორიის ამაზე ძალიან საინტერესო დისკუსია გვექნება, ასე რომ არ გადართოთ და დაგველოდეთ.